სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ყოვლად სამგდელო მეუფე, თქვენო მეუფებავ, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ღვთისმშობლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადავიდა მარადიულ სამყაროში. და აი გადმოცემით ცნობილია, რომ თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა წმინდა ანგელოზებთან ერთად, რომ მისი სული მიეღო და ზეცაში აიყვანა. წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედა ღვთისამ დატოვა ისინი. მაგრამ დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ. როგორც ნათქვამია დღევანდელი დღესასწაულის ტროპარში, შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე. არამედ ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე და მთელი კაცობრიობის და ყოველი ჩვენგანის დედა. აი მის ხანგრძლივ მიწიურ ცხოვრებაში დედა ღვთისმშობელს შეხვდა ბევრი განსაცდელი და მწუხარება და ტანჯვა. მაგრამ მრავალი იყო ასევე სიხარულიც მის ცხოვრებაში. და აი ამ სიხარულთაგან უკანასკნელი იყო მისი მოახლოებული გარდაცვალების უწყება. და ეს თვით ეს მოვლენაც მოხდა დიდი სიმშვიდით, დიდი სიხარულით. და ეს დღე მიძინება ღვთისმშობლისა რაზე გვაფიქრებს ძვირფასო ძმებო და დებო ჩვენ? ჩვენს გარდაცვალებაზეც, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოელის. უმეტესობა ჩვენგანისთვის რა არის სიკვდილი? ეს არის რაღაც საშინელება, საშინელი მოვლენა, უაზროც შეიძლება ითქვას, რომელზე არათუ ლაპარაკს, არამედ ფიქრსაც კი ვერ იდებით ხოლმე. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ცუდად ვაცნობიერებთ თუ რა არის გარდაცვალება და სიკვდილი. აი თქვენ იცით, რომ პირველი ადამიანი ცოდვის გამო დაექვემდებარა სიკვდილს და ამით სათავე დაედო ცხოვრებას განსაცდელებში, შრომაში. მაგრამ ამ ქვეყნად მოვლენილმა ძე ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ ისე გააკეთა, რომ თუ ჩვენ მოგვინდება, თუ ადამიანს მოუნდება, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს და დარჩეს მხოლოდ სახელწოდებად. და მართლაც დღეს სიკვდილი ჩვენთვის აღარ არის სიკვდილი. მარტო სახელია მისი, სახელწოდებაა მისი დარჩენილი. და უფრო სწორედ რომ ვთქვათ, აი როგორც ამბობს შესანიშნავად წმინდა იოანე ოქროპირი, მისი სახელიც კი ლიტონი გახდა. იმიტომ რომ ჩვენ სიკვდილს აღარ ვუწოდებთ სიკვდილს, არამედ გარდაცვალებას, დაძინებას, განსვენებას. აი შეგახსენებთ თვით უფალი იესო ქრისტე რას ამბობს, რომ ჩემმა მეგობარმა ლაზარემ, გახსოვთ რა სიტყვას ხმარობს? დაიძინა და მე მივდივარ მის გასაღვიძებლად. წმინდა პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს, რომ არ გვინდა ძმებო თქვენი უმეცრება, ვის გამო თუ გახსოვთ? შესვენებულთა თაობაზე. არ გვინდა თქვენი უმეცრება შესვენებულთა თაობაზე. აი მაშასადამე რა ყოფილა გარდაცვალება?
ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, გადასვლა მარადისობაში და ასევე ასეთნაირად ამბობენ წმინდა მამები, რომ ეს არის მესამე დაბადება ადამიანის მარადიულ ცხოვრებაში. ანუ დაბადება მარადიულ ცხოვრებაში. აი როგორც ადამიანი ხორციელად იბადება ამ დედამიწაზე, ასევე იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, ასევე გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის. და აი ამ მესამე დაბადებისთვის ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ცუდად ვემზადებით, ან და საერთოდაც არ ვემზადებით. და აი ამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ მესამე დაბადების გაუცნობიერებლობის გამო მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში და ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალი ადამიანისთვის ზედმეტად აწუხებენ ხშირად სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით. ზოგჯერ ასეც ხდება. ასე რომ ძვირფასო ძმებო და დებო, აი დავფიქრდეთ დღევანდელ დღესასწაულზე. დავფიქრდეთ ჩვენს ამ მესამე დაბადების თაობაზე. იმ წუთებზე, აი იმ დიდებულ წუთებზე და როგორ მოემზადებით ამისთვის. და ყოფილიყოს დედა ღვთისა, ჩვენი შემწე, მეოხი და მფარველი ამ დიდებულ წუთებში და წამებში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს, დღეს რა თქმა უნდა ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც აი პირველი ღვთისმშობლობაა, ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ და რა თქმა უნდა გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც მასთან ერთად ყოფნა და ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეეწიოს მის სულს და აცხოვნოს. გილოცავთ კიდევ ერთხელ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დედა ღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი და ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ.